გამარჯობა ყველას, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება პედიატრიზმების სახზე, მე ვარ კოტე. მე ვარ დავითი, დღეს ვისაუბრებ თემაზე, რომელიც ყველა მშობელს აბნევს, ეს არის ვიტამინების და მინერალების დანამატების გამოყენება ჩვილებში. რომელია საჭირო, როდის უნდა დავიწყოთ და რა რაოდენობაა საკმარისი. ბავშვები ძალიან სწრაფად იზრდებიან ცხოვრების პირველ წელს, მათი ძვლები და სხეული სწრაფად ვითარდება და ეს ნიშნავს, რომ მათი მოთხოვნები განსაკუთრებული არის. დედის რძე, ასევე ფორმულა მნიშვნელოვანია მათთვის და შეიძლება უდიდესი რაოდენობა მიაწოდოს ამ საჭირო ნივთიერებებს, თუმცა გარკვეულ ასაკში და გარკვეულ ბავშვთა კონტინგენტში მნიშვნელოვანია, რომ ჩაირთოს გარკვეული ვიტამინები და მინერალები, რომ ხარვეზები თავიდან ავიცილოთ. მოდით რკინით დავიწყოთ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მინერალი ჩვილებისთვის, რკინა აუცილებელია ჯანსაღი ტვინის განვითარებისთვის და წითელი სისხლის უჯრედების შესაქმნელად და აი რა უნდა ვიცოდეთ. დროულ ჩვილებს სჭირდება დაახლოებით 1 მილიგრამი თითო კილოგრამზე სხეულის წონაზე დღეში, ნაადრევი ან დაბალი წონის ჩვილებს კი სჭირდებათ 2-დან 4 მილიგრამამდე თითო კილოგრამზე, რადგან მათში რკინის მარაგი უფრო სწრაფად იწურება. ამიტომ არის, რომ დღენაკ ბავშვებში გვჭირდება რკინის სუპლემენტაცია, რომ არ დადგეს რკინის დეფიციტი და შესაბამისად არ განვითარდეს ანემია, რასაც შეიძლება მოყვეს სხვადასხვა პრობლემა. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ფორმულაზე მყოფი ბავშვები უფრო ნაკლები რისკის ქვეშ დგანან, როდესაც რკინის დეფიციტზე მიდგება საქმე, რადგან ფორმულა როგორც ყოველთვის გამდიდრებულია რკინით. რაც შეეხება ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილებს, დედის რძე ვერ უზრუნველყოფს საკმარის რკინას და მარაგები ჩვეულებრივ იწურება 4-დან 6 თვემდე. ამიტომ ზოგ ქვეყნებში რკინის დანამატს 4-6 თვიდანაც იწყებენ, თუმცა უფრო მგონივრულია რკინით მდიდარი საკვების, მაგალითად ხორცის პაშტეტების და რკინით გამდიდრებული ფაფების დამატება, როგორც კი ბავშვი მზად არის მყარი კვების დასაწყებად. 7-12 თვის ასაკში ბავშვებმა დღეს დაახლოებით 11 მილიგრამი რკინა უნდა მიიღონ, რაც შეიძლება დააკმაყოფილოს 2 პორციამ, მაგალითისთვის ხორცის და რკინით გამდიდრებული ფაფა შეიძლება საკმარისი იყოს, რომ ეს დღიური ნორმა შეავსოს, ეს აუცილებელია როგორც კვებაზე, ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვებისთვის, ასევე ფორმულაზე მყოფი ბავშვებისთვის. შემდეგი არის ფტორი, რომელიც ამაგრებს კბილებს და კბილებს იცავს კარიესისგან, დანამატი ჩვეულებრივად იწყება კბილების ამოსვლისას, თუმცა ეს დამოკიდებულია წყლის ხარისხზე, შეიცავს თუ არა ის ფტორს და იმაზე სვამს თუ არა ბავშვი ამ ნარევს ონკანის წყლით. ზოგ ქვეყანაში ფტორს იწყებენ 6 თვიდან კბილების ამოსვლის მიუხედავად. ფტორის დამატების რამდენიმე გზა არსებობს, მაგალითად სასმელი წყლის გამდიდრება, რომელიც საქართველოში არ არის გამდიდრებული, შეიძლება მივაწოდოთ ფთორიანი კბილის პასტით, ხოლო თუ ფთორიანი კბილის პასტა არ არის ხელმისაწვდომი, ამ შემთხვევაში შეგვიძლია მივაწოდოთ როგორც წვეთების სახით, ასევე კბილების ამოსვლის შემდგომ შეიძლება პედიატრმა გააგზავნოს პაციენტი სტომატოლოგთან, რომელიც წაუსვამს სპეციალურ გელს, რომელიც 3-6 თვეში ერთხელ უნდა განახლდეს. ასევე მნიშვნელოვანია დავით ვისაუბროთ D ვიტამინზე, რომელიც მნიშვნელოვანია კალციუმის ცვლისთვის, ძვლების სიმტკიცისთვის და რაკიტის თავიდან ასაცილებლად. დედის რძე საკმარის D ვიტამინს ვერ მიაწოდებს ბავშვს, აქედან გამომდინარე დაბადებიდანვე მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებით ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებს მივაწოდოთ D ვიტამინი, რომელიც არის წლამდე 400 საერთაშორისო ერთეული, ხოლო 12 თვიდან 24 თვემდე საპროფილაქტიკო დოზა არის 600 საერთაშორისო ერთეული. ფორმულაზე მყოფ ბავშვებზე შეგვიძლია მიდგომა ესე გავაკეთოთ, რომ თუ საკმარის რაოდენობა რძეს იღებს და იმ რძეში არის საკმარისი რაოდენობით D ვიტამინი, ამ შემთხვევაში შეგვიძლია რომ D ვიტამინის სუპლემენტაცია არ დავიწყოთ, თუმცა თუ დარწმუნებული არ ვართ, რომ ბავშვი იღებს საკმარისი რაოდენობით ფორმულას, ამ შემთხვევაში მაინც ჯობია რომ საპროფილაქტიკო დოზა ჩავრთოთ რაციონში. შემდეგი უნდა ვახსენოთ B12 ვიტამინი, ის აუცილებელია ტვინისა და ნერვული სისტემის განვითარებისთვის. ბავშვები მას ჩვეულებრივ იღებენ დედის რძიდან ან ფორმულადან, მაგრამ არის ერთი გამონაკლისი. თუ დედა მკაცრი ვეგანი არის და B12-ს არ იღებს, ბავშვს შესაძლოა დეფიციტს განიცდიდეს, ასეთ შემთხვევაში ჩვილს პირდაპირ დანამატი სჭირდება სერიოზული და ხშირად შეუქცევადი ნევროლოგიური პრობლემების თავიდან ასაცილებლად. უმეტეს ჯანმრთელ ჩვილს არ უნდა დასჭირდეს დამატებითი ვიტამინი A, E და K ვიტამინი, თუ არ არის განსაკუთრებული შემთხვევები, როგორც არის ღვიძლის დაზიანებები ან ცხიმის შეწოვის პრობლემა, ასეთ დროს პედიატრმა უნდა შეარჩიოს შესაბამისი დანამატი, რომ დეფიციტი ავიცილოთ თავიდან. მოდი დავით ახლა შევაჯამოთ მოკლედ.
კი ბატონო, რკინა, ანუ თუ ბავშვი ძუძუთი კვებაზე არის 6 თვიდან დაგვჭირდება, ნაადრევი ახალშობილებისთვის უფრო ადრე უნდა დავიწყოთ მისი სუპლემენტაცია. ფტორს რაც შეეხება კბილების ამოსვლისთანავე ვიწყებთ, ვიტამინ D-ს რაც შეეხება 24 თვის ასაკამდე, ანუ დაბადებიდან ვაძლევთ. ვიტამინ B12-ზე უნდა გვახსოვდეს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა დავიწყოთ პატარა ბავშვი, თუ დედა ვეგანი არის და დანამატებს არ იღებს, სხვა ცხიმში ხსნადი ვიტამინების სუპლემენტაციის საჭიროება არ არსებობს. 1-2 წელი. უნდა გავითვალისწინოთ, რომ სანამ რაიმე კონკრეტულ დანამატს დაიწყებთ, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია თქვენს პედიატრთან. თითოეული ბავშვი უნიკალურია და შესაბამისად უნიკალურად უნდა მიუდგეს ყველა პედიატრი და საჭიროებისამებრ, თუ რაიმე საჭირო არის და არა ზედმეტი, დანიშნოს ამ შემთხვევაში დანამატი. მადლობთ, რომ გვიყურებთ. დღეს ჩვენ ამით დავამთავრებთ. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაალაიქეთ და დააკომენტარეთ. დროებით. კარგად.